ბიოგრაფია, გეოგრაფია კარგია ამ ჩემპიონატის. პირდაპირ შევიდა ფეხში შეუშვა მაისურაძე, არ ვიცი რა ხონდა ჩაფიქრებული, შემდეგ ფეხის გამოკვეთა და ცერცვაძემ და თავად დავარდა. ესეც 4-0. ჩოგჯენი უკვე მაისურაძესთვის პოზირი არის მესამე დატრიალება, თუმცა 8-0 ეხა ამ მომენტისთვის და აგერ თავად მოხდა ეხა ცალბეჯზე სახიფათო სიტუაციაში დაკარგა ქულები მაისურაძემ და 8-2 გახდა. არა და ცოტაც და 10-0 უნდა მოიგო მირიანს, მაგრამ ესეც არაფერი გავიდნენ ხალიჩიდან და წითლებმა, ანუ ონელებმა შემოაგდეს ბალიში. არ ვიცი რას აპროტესტებენ, ნამდვილად ბეჭებზე მოხდა იმ ბოლო ტრიალის შემდეგ. მაისურაძე და დაკარგა ეს ორი ქულა. დავალოდოთ აბა განხილვის დასრულებას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი მართლა რა აპროტესტებს აქ. ხო, მე უფრო საინტერესო არის პირველ შესვლაში ძალით შეუშვა და ჩაფიქრებული ქონდა ეს ყველაფერი მაისურაძეს თუ უბრალოდ პირველივე წამზე შევიდა ფეხში, თუ გახსოვთ, ცერცვაძე და შემდეგ თავად აღმოჩნდა ჩოგჯენში. სამაგიეროდ აქ კარგი ჭიდაობა, მშვენიერი ჭიდაობა. კი ბატონო, აი ეგ დააყოვნა წამით. ცერცვაძემ და მიიღო ამაში ორი ქულა. აგზელებენ საჯები ისე განხილვას. ხო, 10-2 თუ არის ანგარიში ბოლო ხულა აიღო იმან, რა ქვია. ცერცვაძემ. ხო, 10-0-მდე არასულა 8-2 იყო, 8-0 იყო ანგარიში. ატრიალებდა, მაგრამ თავად მოხდა კრიტიკულ სიტუაციაში მაისურაძე. ანუ 8-2 უნდა იყოს ახლა აქციის ანგარიში და ეს ჩელენჯი თუ არ გამართლა 8-3 იქნება. თუ გამართლა არის. ბოლო ამოსვლაზე მისცეს კიდე აქ ორი ქულა. იმის შემდეგ დაატრიალა. 8-2 შემდეგ კი. მაგრამ გოგშელძეს უკვე მანამდე ქონდა შემოგდებული ჩელენჯი, ანუ ბოლო ეპიზოდს არა, ბოლო ორ ქულას არა პროტესტებს. მანამდელზე აქვს პრეტენზია და ქულა და ხო 10-3 ანუ არ მიიღეს პროტესტი. ჯერ 1 წუთი არ გასულა თურმე 5 წუთი და 18 წამია დარჩენილი. შემოსვლამდე დაიწყეს მგონი გათვლით. ხო, პირველი წამზე დაიწყო ცერცვაძემ. ხაც უფრო ფრთხილობენ უკვე ზონის ცენტრში განან და ცოტა ისე შორიდანულიან ერთმანეთს აი ეს ბოლო წამები შედარებით ახლოს მივიდნენ, უფრო გააქტიურდნენ. მაისურაძე უეჭველი ელოდება როდის ჩავიდეს დაბლა, თუმცა ცერცვაძესაც ისეთი დგომი აქვს და დიოლად არ მიუშვებს. ისევ იმავე სტილში გრძელდება, ანუ ზონის ცენტრში პოზიციური ბრძოლები.
2 წუთი გავიდა, დაიწყო მე-13 წუთი, ანუ პირველი პერიოდის ბოლო წუთი დაიწყო. უკვე საკმაოდ ფრთხილი ჭიდაობა წავიდა იმ პირველი ძალიან საინტერესო მისვლისა და ეპიზოდის შემდეგ. ხო, ესეთი უჩვეულო პაუზა აშკარად პირველ წუთში 13 ქულა გაკეთდა 50 შემდეგ 2 წუთსა და 23-ში არაფერიც არ გაკეთებულა. ამასობაში 12 წამი პერიოდის დასრულებამდე და ახლა არ ამგონი აქ რომელიმე წავიდეს დამწვავებაზე, ალბათ დაელოდებიან მეორე პერიოდს. ხო, მაისურაძემ თუ მოიგო და ნუ ახლოა წინავე ყოველ შემთხვევაში გამოდის რომ 6 კაცი შეინარჩუნებს შავშანელი ჩემპიონებიდან ამ თავის ოქროს მედალს. დინგაშვილი, გონიაშვილი, ქემერტელიძე, მაისურაძე და ნუ გამყრელიძე და კენჭაძე წონები გაცვალეს უბრალოდ თორემ შავშანელი ჩემპიონები იყვნენ და წელსაც გახდნენ. თუმცა ნოდი ნოვიჩქარებთ 10-3-ია. მანაშვილი არა, გენო იყო შავშანაც და შავშანწინ იყო მგონი მანაშვილის ხელი მოტო და აქ იყო ის დარბაზში თუ არ ვცდები. დაიწყო მეორე პერიოდი. პირველი პერიოდის შემდეგ 10-3 გახლავთ ანგარიში. მირიან მაისურაძის სასარგებლოდ იუზა ცერცვაძესთან დაპირისპირებაში. ნახოთ აბა თუ განმეორდება ისეთივე სასწაული, რაც ნახეთ ეხან პირველ პერიოდში და კი ბატონო წავიდა ახლა შეტევაზე ცერცვაძე, მაგრამ მაისურაძე გადავიდა ფეხი და აუღო 2 ქულა. 3 და ერთი დატრიალება უკვე რეალი ვინდა ხა ადამიანზე დასასრულებლად. ჩვენ კი არა, მაისურაძეს უნდა. კარგად დაუჭირა ფეხი, კარგად შეუკრა ხელიც და ნახოთ აბა ახლა თუ წამოსწევს, თუმცა როგორც ჩანს მაინც და მაინც არ დააძალა არც საკუთარ თავს. ონელმა სპორტსმენმა 12-3-ია უკვე მის სასარგებლოდ ანგარიში. ჩვენი შემდეგი შეხვედრა იქნება ცოტნე ვასილაშვილი და მამუკა გოძაია ბრინჯაოს ფინალი მძიმე წონაშია, დაჯილდოების. მანამდე ხო დაჯილდოება იქნება 79 კილოგრამში. და აქ საჭიდაო ახლა კიდევ ისეთ პაუზა თუ აიღეს, მაშინ ამ დინამიკით 12-3 მორჩება. იმედი არ აიღებენ გას პაუზას. ანუ მაისურაძე მინიმუმ ზედიზედ მე-13 ხდება ჩემპიონი, მის წინა ჩემპიონატები არ მახსოვს მართალია გითხრათ. აი ისევ ცერცვაძე ჩემპიონი ნამდვილად მან მოიგო და ესეც ადამდელი მოგა. იგივე განმეორდა, ცერცვაძე შევიდა ფეხში, კონჩეტებით გადმოვიდა უკვე შეტევაზე აუღო ფეხი მაისურაძემ და 14-3 დაამარცხა თავისი მეტოქი. პოდიუმ მირიან მაისურაძე, იუზა ცერცვაძე, თეიმურას ქოჩქიანი და ზაურ ბერაძე ესეთი არის 92